ბატონო ბასილ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონ ბასილ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა საპატრიარქომ ახლა ღიად გამოეხატა თავის პოზიცია, მაშინ, როდესაც იგივე თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს კანონპროექტი ამ სახით, რა სახითაც ახლა არის პარლამენტში, ბევრს არაფერს ცვლის? ჩემი აზრით, თვითონ კანონპროექტის ავგარგიანობა, მისი პრობლემატური დეტალები თუ დადებითი დეტალები, ასევე საპატრიარქოს პატრიარქის განცხადებაში მოყვანილი კონტრარგუმენტები არ წარმოადგენენ იმდენად დიდ პრობლემას ამ არსებულ სიტუაციაში. ჩემი აზრით, აქ არის კიდევ ერთი გამოვლინება იმ ჭიდილის, რომელიც მიმდინარეობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და რომელიც მიმდინარეობს აი ამ თეოკრატიული ღირებულებებსა და სეკულარულ ღირებულებებს შორის. უბრალოდ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი არის ძალიან კარგი, შეიძლება ითქვას ესე ვთქვათ, წაუგებელი მიზეზი იმისა, რომ საპატრიარქოს დაეწყო ეს პროცესი და ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო წლებში უკვე საკმაო გამოცდილება მიიღო იმისა, თუ როგორ მოქმედებს საპატრიარქო. ამდენად აი ამ იურიდიულ დეტალებში შესვლის აზრს მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ თავარი არსი საკითხის ეს არის, როგორც გითხარით, აი ეს ჭიდილი და უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ როგორც წარსული ხელისუფლების დროს, ასევე ახლანდელი ხელისუფლების დროს ის ფაქტი, რომ პატრიარქი აკეთებს საჯარო განცხადებას, გამოაქვს საჯარო სივრცეში თავისი პროტესტი ხელისუფლების რომელიმე ნაბიჯის მიმართ, ეს ნიშნავს უბრალოდ მარტივ ფაქტს, რომ კულუარულმა მოლაპარაკებებმა, კულუარულმა ზეწოლებმა საპატრიარქოს მხრიდან არ მოიტანეს ის შედეგი, რომელსაც საპატრიარქო ველოდებოდა, ამიტომაც მან ეს გადმოიტანა საჯარო სივრცეში, რათა ასე ვთქვათ, ჩართოს მთელი ხალხი და დაანახოს მთელ ხალხს, თუ რა საფრთხე ემუქრება, თუ რა განსაცდელი ემუქრება ქართული ბატონ ბასილ, როგორ ფიქრობთ, თავად ხელისუფლება რამდენად რეზისტენტულია აი ამ საპატრიარქოს ასეთი გავლენის მიმართ? გვახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ცხადია იდგა ეს პრობლემა, თუმცა გვახსოვს იგივე 2011 წელს, როდესაც მიიღო პარლამენტმა კანონი რელიგიური გაერთიანებების სტატუსის, იურიდიული სტატუსის შესახებ, მაშინაც ღიად აპროტესტებდა საპატრიარქო. რამდენად რეზისტენტულია დიახ ხელისუფლება? იცით, ეს მე ჩემი აზრით, თუ გადავალეთ უახლეს ისტორიას, თვალს უკვე ესეთი მესამე დაპირისპირება, როდესაც აი პარლამენტის ხელისუფლების მნიშვნელოვან ნაბიჯს უპირისპირდება საპატრიარქო. ერთი იყო კათოლიკეებთან დაკავშირებით შევარდნაძის დროს, მეორე რომელიც განახსენეთ ნაციონალური მოძრაობის და ეხლა მესამე. აი ეს საჯარო სივრცეში გადმოტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მართლა ქმნის საფრთხეს სახელმწიფოსათვის, თუ კი მართლაც რეზისტენტული, როგორც აღნიშნეთ, არ აღმოჩნდება ხელისუფლება, მართლა ქმნის უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების მომავლისათვის საფრთხეს და იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქო არის ძალიან ძლიერი და ფაქტიურად მთავარი პოლიტიკური მოთამაშე, რაშიდაც ლომის წვლილი მიუძღვის ამაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. ამდენად საჯარო სივრცეში გადმოტანა მინდა ასე ვთქვათ ნათელყო ესეთი მაგალითით, ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გასულ 17 მაისს დარბევის დროს, სანამ დარბევა დაიწყებოდა, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი, ანუ ასე ვთქვათ კულუარული საუბარი სატელეფონო ეპისკოპოს იაკობაშვილთან და ვთქვათ, შეწყდა თუ არა ეს საუბარი, ეპისკოპოსი იაკობი პირველი დაეტაკა პოლიციელებს და შემდეგ მათ მიჰყვა, ასე ვთქვათ, მისი მომხრეები და მათ მიერ ინდოქტრინებული მრევლი და გაარღვიეს და შემდეგ რაც მოხდა ცნობილი. აი ეს მაგალითი ძალიან კაფიოდ ნათელყოფს აი საპატრიარქოს ქმედების დეტალებს, თუ როგორ მოქმედებს ის და დღევანდელი სიტუაცია ჩვენ შეგვიძლია ამას შევადაროთ
პოლიტიკოსებმაც აღნიშნეს, რომ გარკვეული მოლაპარაკებებით მიდიოდა, მაგრამ მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ მოლაპარაკებებმა საპატრიარქო და ეხლა, ასე ვთქვათ, საპატრიარქო ამ თავისი განცხადებით დაეტაკა ხელისუფლებას, სიმბოლურად რომ ვთქვათ, როგორც მეუფე იაკობი პოლიციის კორდონს და ეხლა ისმება კითხვა გაარღვევს თუ ვერ გაარღვევს აი ესეთი სიტუაცია. მაგრამ ჩემი აზრით ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, თუ კი ის საპატრიარქოს დაუპირისპირდება, საპატრიარქოს გააკვირდიკებს, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ ეს მკაცრი სეკულარული პოლიტიკის გატარება არის. სხვანაირად, ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო მართლა გადაიქცევა რაღაც მოდერნიზებულ თეოკრატიულ ერთეულად, რაც ფაქტიურად სახელმწიფოებრივი დაღუპვის თვალსაზრისია. ბატონ ბასილი, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეკლესიის მხრიდან აი ამ გავლენის თუ ძალის დემონსტრირებას ველოდოთ 17 მაისს გამომდინარე შარშანდელი გამოცდილებიდან ახლოვდება ეს თარიღი ახლა? ჩვენ სხვადასხვა სასულიერო პირებისგან უკვე გავიგეთ ეს მუქარები, რომ უარეს მიიღებენ, ასე ვთქვათ, არის ესე იგი ქრისტეს ეკლესია ჩვენთან, რომელიც თურმე არ მოეწონება უპრობლემოდ ძალადობს, ჯერ იმუქრება, შემდეგ ამ ძალადობას ახორციელებს და მას ყველაფერი გაზდის. ასე ვთქვათ, საზოგადოებაში არ არის პროტესტი, რომელშიც ცხადია არ იქნება პროტესტი და მე მინდა დაუბრუნდი აი ანტიდისკრიმინაციული კანონს როგორც აი ნაპადიეთ უხეშად ვიტყვი აი გენიალურ სატოპკეს საპატრიარქოსათვის. რადგანაც ჩვენთან სოციალური, ნებოთ პოლიტიკური პრობლემებით ხალხის გამოყვანა ქუჩაში არ ხდება. ხალხი არ გამოდის ქუჩაში. მხოლოდ გამოდის ხალხი ქუჩაში ესეთი მითოლოგიური განსაცდელის თუ საფრთხის დროს, რომელსაც რა თქმა უნდა ეკლესია აწოდებს მას, ეკლესიის გზავნილი არის ეს, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინათ, ესე იგი არმენოფობიური გამოსვლების დროს, რომ სომხები ჩვენ გვეპარებიან, გვართმევენ, უნდა სისხლით დაიღვაროს და ასე შემდეგ და ეხლაც აი ესეთი მიზეზით გამოდიან, რომელიც დაკავშირებული არის ესე იგი ეთნიკურ უმცირესობასთან, რომელიც დაკავშირებული არის სექსუალურ უმცირესობასთან, გენდერთან და ასე შემდეგ. ხოლო სიტუაცია ჩვენთან მე ვფიქრობ, რომ არის მზად, იმიტომ რომ ეხლა თუ რეალობას შევხედავთ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უმრავლესობა მოსახლეობის ფიქრობს ისე, როგორც საპატრიარქო, ფიქრობს ისე, როგორც ასე ვთქვათ, ჩვენი მამულები ასწავლიან. ამდენად ორმაგი თვითმკვლელობა არის ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის პატრიარქის წინააღმდეგ წახოთ, ან ეს საპატრიარქოს განცხადება კი არის, ცოტა ესეთი არა პერსონალური, არამედ პირადად პატრიარქის განცხადება. ამდენად ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და რა თუ კი გარკვეულწილად ანტიდისკრიმინაციული კანონი როგორც ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, რადგანაც ერთი მხრივ გამოშიგნულია, მეორე მხრივ რომც მიიღო, შემდეგ მე არ მგონია რომ არსებულ სიტუაციაში ის შეასრულო, იმიტომ რომ უკვე არსებული სისხლის სამართლის კოდექსია და იგივე 17 მაისის თუ სხვა კიდე უამრავი დანაშაულები არ დასჭირდა. ჩემი აზრით, აქ მინდა ეხლა ვარაუდი გამოთქვა, ჩემი აზრით აქ არის ეს შვენიერი კიდე გავნიერებს სატოპკე მასალა გამოიყენა პატრიარქმა სწორედ არსებულ სიტუაციაში, არსებულ ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაში, აქ მხედველობაში მაგალითად რუსეთის დამოკიდებულება და აგრესია უკრაინის მიმართ ასოცირებასთან ასოცირების ხელშეკრულების მოახლოება და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი არ არის კმაყოფილი არსებული ხელისუფლებით, მას უნდა რომ აი ამ ასეთი ზეწოლით ზუსტად ისეთი გახადოს თლიანად უკვე არსებული ხელისუფლება, როგორიც უნდა რომ ეკლესიას უნდა რომ იყოს, როგორც მას უნდა რომ იყოს. შეიძლება ახლა დიდი ნაწილი არსებული ხელისუფლების სიხარულითაც გახდებოდა ასეთი და აქ ასე ვთქვათ ინტერესების თანხმედრაა, მაგრამ ჩემი აზრით ფაქტია, რომ პატრიარქს უნდა რომ საბოლოოდ თლიანად მოიცვას მთელი სახელმწიფო და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება და ფაქტიურად ესეთი მოდერნიზებული გავიმეორებ თეოკრატია დაამტკიცა. გასაგებია, ბატონო ბასილი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი იყავით, თქვენ გემშვიდობებით.